და მას ყავდა ბიძაშვილი, ანუ ქალი. وكان يحبها حبا شديدا كأشد ما يحب الرجال النساء. და მას უყვარდა ის ძალიან ძლიერად, როგორც უყვარს მამაკაცებს ქალები. ერთი რაღაც გამეხსენდა. აი ეს ახლა ბიძაშვილზე ლაპარაკი. ამ კაცს უყვარდა ბიძაშვილი. ისლამში ჩვენთან ზოგიერთ ხანდახან მე მქონდა ლაპარაკი ქრისტიანებთან, არაქრისტიანებთან, ნებისმიერ სხვა ხალხთან, არამუსლიმებთან და მეკითხებოდნენ რომ თქვენთან ისლამში შეიძლება ბიძაშვილების მოყვანა ცოლად. ჩვენ ვიძახით კი შეიძლება. და ჩვენ არ გვერიდივე მაგას და ვიძახით როგორც შარიათი ჩვენ გვასწავლის შეიძლება. და ასევე თუ მაგალითად ეს იყო შემთხვევა ქრისტიანმა მოკითხა, მე მაგას ვთქვი რომ შენი ბიბლიას არ გიგზავნოს შენი ბიძაშვილების მოყვანა. რომ ნახულოთ ძმებო, წინა წიგნებშიც მოყვანილია რომ წინა შუამავლები მოიყვანეს თავისი ბიძაშვილების ცოლად. ეს არის გავრცელებული, ძალიან გავრცელებული, არაფერი გასაკვირი არ არის. უბრალოდ რომელიც ადამიანი არ იცის თავისი წიგნი, მაგისთვის ისეთი ცოტა გარკვეული დარჩება. ამერიკა რო ავიღო ძმებო დღეს 16 ან 17 შტატებში დღეს ქრისტიანული ქვეყანა არ არის მუსლიმანური ქვეყანა, დღეს მან აი პრაქტიკაში არის და ბიძაშვილები მოყავთ ცოლად. ანუ ისლამი მაგას არ ზღუდავს, ანუ ისლამი არ ეძახის რომ ცოდვა ბიძაშვილის მოყვანა ცოლად შენ თუ გინდა მოიყვანე, მაგრამ ისლამი შენ არ გაზადებს. არ გაზადებს რომ მაინც უნდა მოიყვანო ბიძაშვილი ცოლად. ზოგიერთი ძმა მახსოვს რომ როცა პირველად გაიგეს, ხა ზოგი ხა გაიჩნა ანუ ადამიანს საერთოდ გაიზარდა, როცა ადამიანი იზრდება მაგალითად სიტყვაზე საქართველოში, აქ უფრო გავრცელებულია რომ არ არის ლამაზი მაგალითად ბიძაშვილზე მოყვანა. ზოგიერთი მუსლიმი ძმა როცა გაიგო რომ შეიძლება, ანუ გაუცებული დარჩა. ისლამი ჩვენ გვაქვს ანუ რა სია რომელი ქალების არ შეიძლება მოყვანა ცოლად. და ამ სიაში არ შედის ვინ ბიძაშვილები არ შედის. ასევე რომს ნახოთ, მაგალითად თუ ქრისტიანები ეტყვის მაგას, შეგიძლია უთხრათ ქრისტიანს რომ არც ბიბლიაში არ წერია, რომ აკრძალულია მოყვანა ბიძაშვილის ცოლად და ასე შემდეგ. და დღეს სოფლიოში ეს არის პრაქტიკაში ძალიან ბევრ ქვეყნებში, ანუ პრაქტიკაშია რომ თავის ბიძაშვილს მოიყვანებენ ცოლად. ალლაჰ ბარაკა მოგცეთ.